გამარჯობა, დაგიბრუნდით ისევ, მე შორენა ალიბეგაშვილი, ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად ვაგრძელებთ ჩვენი ფორმულების შედგენას და დღეს განვიხილავთ სახის კუნთებს. რა თქმა უნდა, უსაზღრო თემაა, რა თქმა უნდა, ამ თემას არაერთხელ დაუბრუნდებით, სხვადასხვა კუთხით შევხედავთ ჩვენ კუნთებს. დღეს განვიხილავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახის კუნთების მდგომარეობა და როგორ ეს ყველაფერი აისახება კანზე, ვინაიდან კანის ბზინვარება, კანის სტრუქტურა და ზოგადად კანი დღეს არის ყველაზე სენსიტიური თემა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუნთები არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კანს, რომ იყოს ყოველთვის ჯანმრთელი ბზინვარე და რა თქმა უნდა ნაოჭების გარეშე. თუმცა პატარ-პატარა ნაოჭებიც არ არის პრობლემა, თავარი არის, რომ სახის ფორმა არ იცვლებოდეს და ჩვენ არ ვიყოთ პტოზის კანდიდატები და ზუსტად ამაში გვეხმარება ჩვენ კუნთები. როგორ უნდა შევისწავლოთ ჩვენი სახის კუნთები? ამისათვის პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სახეზე არსებობს 57 კუნთი და იქიდან 21 კუნთი არის მიმიკური. წარმოიდგინეთ, 57-დან 21 მიმიკური კუნთია. 21 კუნთი მართავს ჩვენ სახეს და სახეს მიმიკას, მდგომარეობას. თქვენ წარმოიდგინეთ, კუნთები მუშაობენ მაშინაც, როდესაც თქვენ უბრალოდ არაფერს არ აკეთებთ. მაგრამ ფიქრობთ, განიცდით, გეშინიათ. ეს ყველაფერი, ანუ გრძნობა, მდგომარეობა, შეგრძნება, ეს ყველაფერი მუშაობს მაშინაც, როდესაც თქვენ საერთოდ არ მოძრაობთ. კუნთს სჭირდება მოძრაობა. ეს ამაში უკვე შევთანხმდით, ვინაიდან ადრე, სხვათა შორის, ჩემ ბავშვობაში, საუბრობდნენ, რომ კანი საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს, კანზე ხელის მოკიდება არ შეიძლება, ვინაიდან შეიძლება გაიწელოს. მოდი ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ მომენტს. კანი ცალკე არ უნდა მოძრაობდეს. კანი უნდა მოძრაობდეს კუნთთან ერთად და ამ ყველაფერში ეხმარება მას ფასცია. ფასცია არის ცალკე ორგანო, რომელიც არსებობს ჩვენ ორგანიზმში, როგორც წესით, ის არსებობს სხეულში. ეს არის ორგანო, რომელიც ეხმარება კუნთს და ძვალს შეერთებაში. მაგრამ სახეზე ფასცია ნაკლებად გვხვდება. გვხვდება მხოლოდ იქ, სადაც არის ძვალი. ამიტომ, როგორც წესით, გავაკეთოთ დასკვნა, სახის კუნთები არიან ერთმანეთზე დამოკიდებული. და ასევე თქვენზე, რა თქმა უნდა, თუ თქვენ სწორად უვლით. როგორ უნდა მოუვაროთ სახის კუნთებს? პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ, რომ სახის კუნთი, როგორც სხეულის კუნთი, ზოგადად კუნთს აქვს მდგომარეობა: ნორმატონუსი, ჰიპერტონუსი და ჰიპოტონუსი. სახის და სხეულის კუნთი მაშინ არის ჯანმრთელი, ანუ წყნარ მდგომარეობაში, როდესაც ის არის ნორმა ტონუსში. ჰიპოტონუსი ეს არის კუნთის მოდუნება, რომელიც ასევე მისაღებია სხეულის მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ვისვენებთ, ან ვარჯიშის მერე ვაკეთებთ გაწელვეს და ჰიპერტონუსი, როდესაც კუნთი არის აქტიურად ჩართული მოძრაობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, სახის კუნთებსაც აქვს ეს მდგომარეობები, მაგრამ განსხვავებით კანის კუნთებისგან, სახის კუნთებს სჭირდება უფრო ნორმატონუსის მდგომარეობა. არ უხდება არანაირად ჰიპოტონუსი და არც ჰიპერტონუსი. ამიტომ, იმისათვის, რომ ამ მდგომარეობას მივაღწიოთ, ზუსტად ამისათვის არსებობს სახის ვარჯიშები, ოღონდ ეს ვარჯიშები უნდა იყოს სპეციალურად მორგებული კონკრეტულ ადამიანზე. ვინაიდან ადამიანის სახე ყველას განსხვავებულია, ყველა ინდივიდუალურია, სათანადოდ მდგომარეობა, შინაგანი მენტალური მდგომარეობა ყველას განსხვავებული აქვს, ფსიქოსომატიკაც, რა თქმა უნდა, არის ჩართული აქტიურად, სათანადოდ კუნთების მდგომარეობა მიყვება და
ძალიან ადვილად არის ჩართული ამ პროცესში. როგორ მივაღწევთ ამ ყველაფერს? ვარჯიში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიში ჩვენ როგორც შევთანხმდით უკვე, უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ მასაჟსაც აქვს თავისი დატვირთვა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მეორე საკითხი, რომელსაც შევეხებით, ეს არის თუ რამდენად სწორად სრულდება მასაჟი. ვინაიდან მასაჟი ეს არის ხელსმა, ხელსმის თვითონ პროცესი უნდა სწორად და ძალიან სწორხაზოვნად სრულდებოდეს. თუ თქვენ ელემენტარულად არ ხართ გათვითცნობიერებული და არ იცით თუ როგორი ტიპის მასაჟი ჭირდება თქვენს სახეს, ელემენტარული ლანგერის ხაზები არსებობს და ამ ლანგერის ხაზების გამოყენებით ეს არის ცენტრიდან გარეთ, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ეს მეთოდი და შეასრულოთ თვით მასაჟი. რაც ეხება თვითონ ვარჯიშს როგორც ისეთ, აქაც უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი, რომ სახის კუნთები იმის გარდა, რომ 21 კუნთი არის ჩართული მიმიკაში, არსებობს ორი ჯგუფი კუნთების. ეს არის დეპრესორები და ლევატორები. ან ელევატორები, როგორც ხანდახან ესე ეძახიან. ლევატორები ეს არის კუნთები, რომელიც წევენ ჩვენ ზედა ნაწილს ზემოთ, ხოლო დეპრესორები წევენ ჩვენ კუნთებს ქვემოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში მათ შორის, აი ამ ორ ჯგუფს შორის არის ბრძოლა. ზემოთ, ქვემოთ, ზემოთ, ქვემოთ. კუნთებიც ასე არის განლაგებული ჩვენს სახეზე. რაღაც ჯგუფი არის, რომელიც მუშაობს მხოლოდ დაწევაზე, ჯგუფი, რომელიც მუშაობს აწევაზე. და აი ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს რა თქმა უნდა ბალანსი. ვინაიდან ბალანსის გარეშე ზოგადად არაფერი არ იმარჯვებს დედამიწაზე და მით უმეტეს ჩვენს სახეზე და კუნთებზე. ფიქრობ, ეს თემა ძალიან სიღრმისეულია და საინტერესოა. არაერთხელ დაუბრუნდები და დასკვნა. სახის კუნთები იყოფა ორ ნაწილად. ეს არის ლევატორები და დეპრესორები. სახის კუნთებს სჭირდება ვარჯიში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნორმა მდგომარეობა. ჰიპერ და ჰიპო მდგომარეობა აზიანებს კუნთებს. ნაწილობრივ, თუმცა იქაც აქვს თავისი რაღაც მომენტები, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეხლა თუ როგორ აისახება კუნთის მდგომარეობა სახეზე, ანუ კანზე. როგორ შეიძლება კუნთის მდგომარეობამ შეცვალოს კანის მდგომარეობა. ფიქრობ, ძალიან ადვილია თუ ჩავთავთ ლოგიკას. თქვენ წარმოიდგინეთ, კუნთს აქვს თავისი ზომა, სიგრძე. იმის გარდა რომ აქვს კიდე დარჩენი სხვა ფუნქციები, მას აქვს სიგრძე. და აი ზუსტად ამ სიგრძის შეცვლა შეიძლება შეცვალოს სრულად სურათი ჩვენს სახეზე. როგორ ხდება ეს ყველაფერი? მე როგორც ზემოთ თქვი, აღვნიშნე უბრალოდ, რომ კუნთები სახეზე არიან ერთმანეთზე მიმაგრებული. თუ კუნთების სხეულზე არიან მიმაგრებულები ფასციების დახმარებით ძვალზე და კანზეც სათანადოდ, სახეზე კუნთები არიან ერთმანეთზე მიმაგრებული. სათანადოდ აი ეს ერთმანეთზე მიმაგრება უკვე ცვლის სურათს და პლუს ამას ემატება ის ფაქტი, რომ კუნთები არიან მიმაგრებულები კანზე პირდაპირ, კანი მიყვება კუნთს და იცვლის მდგომარეობას კუნთის მდგომარეობის თანახმად. თუ მაგალითად თქვენ იღიმით და ღიმილის დროს თქვენ გაქვთ ნაკეცი და დროთა განმავლობაში ასაკთან უფრო სწორედ თქვენ აი ეს ნაკეცები გემატებათ, ესე იგი პრობლემა არის საღეჯ კუნთთან და არა მხოლოდ საღეჯ კუნთთან. თუმცა თავარი მართველი, თავარი დირიჟორი, როგორც შეიძლება ასე აღვნიშნოთ, ამ ჩვენი სახის ქვედა მესამედის შეცვლაში მაინც არის
საღეჯი კუნთი, რომელზეც არის მიმაგრებული დანარჩენი სხვა კუნთები. ძალიან საინტერესოა ზოგადად აი ამ ყველაფრის განხილვა სიღრმისეულად და იმისათვის რომ ჩავატაროთ გამოძიება საკუთარი სახის, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება პირველ რიგში საკუთარი სახის შესწავლა. ამაში გვეხმარება მორფოტიპის ცოდნა. მორფოტიპი, ანუ დაბერების ტიპი, ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით ჩვენ გვეცოდინება თუ როგორ უნდა მოუვაროთ ჩვენ კანს, კუნთებს, როგორ შეგვიძლია ეპიგენეტიკის დახმარებით ჩავრთოთ საჭირო მოქმედებები ჩვენ მოვლაში და ასევე რუტინაში და ზოგადად როგორ შეგვიძლია ჩვენ სწორი ვარჯიშების დახმარებით მოახდინოთ ჩვენი კანის ტრანსფორმაცია. როგორ აისახება კოლაგენზე და ელასტინზე, აგიხსნით პირდაპირ, ძალიან ადვილად. მაშინ, როდესაც კუნთი იწყებს მუშაობას, მოქმედებას, ეს ყველაფერი ასტიმულირებს კანს და კოლაგენი და ელასტინი, ბოჭკოები უფრო სწორედ, იწყებენ გაღვიძებას. და ამაში ეხმარება ზუსტად ტემპერატურის შეცვლა. კანქვეშ იწყება ტემპერატურის შეცვლა, ანუ კანი უფრო ხდება ელასტიური, ვინაიდან ტემპერატურა, როგორც წესი ჩვენ ვიცით, ზოგადად ცვლის კანის სტრუქტურას. ცხიმის და ოფლის ჯირკვლები იწყებენ უფრო აქტიურ მუშაობას, რაც ეხმარება ზედმეტი ტოქსინების და სორბენტების გამოყოფას კანის ზედაპირზე. და თუ თქვენ სწორად გაქვთ შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები, ეს ყველაფერი სათანადოდ უფრო სწრაფად განაახლებს თქვენ ეპიდერმის და შეძლებთ, რომ კუნთების მოძრაობის და მოქმედების დახმარებით თქვენი კანის სტრუქტურა გაუმჯობესდეს. თუ ეს ყველაფერი საინტერესოა თქვენთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად იმისათვის, რომ გაიგოთ კიდე უფრო მეტი ინფორმაცია საკუთარ სხეულთან დაკავშირებით.